ამ რამდენიმე წლის წინ რუსთავიორში ვმუშაობ უკვე კონსტანტ ბანკმა დაგეგმა თავისი რებრენდინგი. ხო. ერაბანკად გადაკეთდა თუ არ ვცდებით. სხვადასხვა საქართველოს თითქმის ყველა ტელევიზიიდან და სხვადასხვა მედია საშუალებებიდან ჟურნალისტები წაიყვანეს აბუ-დაბიში. იმიტომ რომ იქაური იყო აბუ-დაბის ბანკი იყო და როგორც ვიცი ნაჰიან ალ-ნაჰიანი ვინც არის აბუ-დაბის ერთ-ერთი მთავარი შეიხი სამეფო ოჯახის წევრი ის იყო ჩვენი მასპინძელი და ეს 30 ჟურნალისტი კი მიყავდათ მაგრამ ძირითადად რო გაეცნოთ აბუ-დაბი საემიროები კონსტანტ ბანკის საწყისები ანუ საინფორმაციო ტური იყო მაგრამ ექსკლუზივი ქონდა პოსტფაქტუმს. და მე უნდა გადამეყვანო, იმათ უნდა ესეირნათ, დაეთვალიერებინათ ყველაფერი და მე უნდა მემუშავა, უნდა გადამეყო, მაგრამ იმდენად მიყვარს ჩემი საქმე. მე რჩივნა რომ სწორედ აი ამ შიგნიდან მენახა ის რაც დანარჩენებს ექსკურსიაზე. და ჩვენ გაუგზავნეთ ჩვენი მოთხოვნები. მოდა ჩემმა პროდიუსერმა პოსტფაქტუმის, მანამდე პოსტსკრიპტუმის პროდიუსერმა ეკასარიამ, რომ რადგან ჩვენ გვაქვს ექსკლუზივი, მოდით ბატონმა შეიხმა გადაგვაღებინოს მისი საჯინიბო, მისი ცოლები, პრინცები, მისი სასახლე და ესეთი მანქანების გამოფენა და ხო იცით ახლა შეიხების სტუმარი. ეს ის შეიხია უამრავი პალმა როაჩუკა მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეზე. 50000 თუ რაღაცა პალმა. ხო. და მოკლედ ურთიერთობები აწყობილი აქვს ჩვენ სახელმწიფოებს და შესაბამისად ჩავთვალეთ რომ ეს ჩვენი სურვილები ეგრეთ წოდებული ფიჩერსის გადასაღებად ლეგიტიმური მოთხოვნა იყო. ჩავედით დანარჩენ 30 ჟურნალისტზე ორი დღით ადრე რომ მოგვესწრო გადაღება რომ ჩვენ მერე გადაგვეყო ამათთან როგორ მოძრაობდა ეს შეიხი. აბუ-დაბიში ჩავედით. პირველ დღეს როცა უნდა მოსულიყო პრესსამსახურის უფროსი მოვიდა გითხრა რომ დღეს დაისვენეთ ამარაჩვეულებ რაღაცა 700 ვარსკვლავიან სასტუმროში ვიყავით ყველა კუთხეში სხვადასხვა სამყაროს სამზარეულო იყო თან მე დიეტაზე ვარ არაფერს არ ჭამობ როგორც წესი ხო დიეტაზე ვარ და ესა სულ წყალს ვავდი რომ რაღაცა ესეთ დიეტაზე ვყოფილიყავი წყალი რო დამეხმარებოდა საბოლოო ჯამში მაინც ვერ გავხდი? არა, ხო და მოკლედ ის არა ქვია, დღესო დაისვენეთო. ახლა ჩვენ არ გვაწყობს დასვენება, იმიტომ რომ შუაღამისას ჩავედით, გამოვიძინეთ, ვისეირნეთ, ჩიტები, ჭიკჭიკები, ბულბული, რა ვიცი, ყველაფერი შემოგვიგება და ახლა უკვე მუშაობისთვის ავართ მზა. დილით შილაზის ვარდები დავხდით. სპეციალურად თქვენთვის ბულბული გალობდა. კაი. დეტოქსის მაგიდა თალკე იყო, იმას მივეძალე როგორც წესი და მეორე დღეს გათენდა და უკვე ავიკარით ქუდანაბადი, როგორც გჩვევია ჟურნალისტებს, კამერა, ჩემმა ოპერატორმა შტატივი, მიკროფონი და წავედით გადაღებაზე. მოიცა კაცო. ვინ გადაგაღებინებს ნებართვის გარეშე აბუ-დაბიში სადმე რა ამეს ქუჩაში. დაურეკეთ ამ პრესსამსახურს და ვუთხართ, რომ კადრების გადაღებას ვიწყებთ და არ გვეძლებენ უფლებასო და არა გაქვთ თქვენო მაგის უფლება. აბა შეიხის გადაღებას როცა ვიწყებთ, როდის ვიწყებთ თქვენ ვკითხეთ და შეიხისგან ჯერე თანხმობაო არა გვაქვსო მიღებულიო, გექნებათ აუცილებლად, გექნებათ ხო იცი ყველაფერს თავს გიქნებათ, აუცილებლად გექნებათ, მაგრამ გავიდა, ჩამოვიდა ახლა 30 კაცი და დაიწყო ახლა უკვე სხვა მიმოჩვენო ეს ამ ორ დღეში მთელი ამ ჩვენი მოთხოვნების და სასახლეების და ზღაპრის გადაღება 1001 შეჰერეზა და ზღაპრის გადაღება უნდა მოგვესწრო და ვერაფერი ვერ გადავიღეთ საკუთარი ფოტოების გარდა და რა უნდა ვქნათ აღარ ვიცით გვივარდება სიუჟეტი ხელი რომ ჩამოვართვით შეიხს პირდაპირ ვუთხარი რომ თქვენი გადაღება როდის უნდა დავიწყოთ თქო და გინახავს ეს ნახაიანი აი ესეთი ჯმუხი დიდი ულვაშებით ასეთი კაცია და თან არაბულ სამყაროში ვართ იქ ხა ქალებისგან ასეთი ინიციატივა ხელის ჩამორთმევა იქ თავი უნდა დაუხალ და მე კიდე ჩამოვართვი ხელი და დაუწყე ლაპარაკი უკან დიდი რიგია ჟურნალისტების რომ როდის ვიწყებთ გადაღებას რა გადაღებასო მკითხა არაჩვეულებრივად საუბრობ და ინგლისურად ну მე ვთხარი ჩვენი მოთხოვნები გამოგზავნილი გვაქვს რომ თქვენ უნდა დაგვათვალიერებინოთ თქვენი სასახლე, თქვენი პრინცები. ანუ საერთოდ ხმა არ მიყურებს როგორც რა ვიცი, უცხო ცხოველს. ხო და ნუ გავაგრძელე გზა მივხვდი რომ ახლა სანამ გამამათრახებდნენ, უნდა მომეძებნა ჩემი ადგილი და ხო. და ესეთი მიღების ასეთი ოთახი არის. დიდი
დივანი არის მრგვალი, ცენტრში ზის კედელთან შეიხი და დანარჩენ ადამიანებს როგორც ამფითეატრს ესე უყურებს და მხოლოდ სვავთ ყავას. აი უგემრიელესია თან მაგარი, აი კუჭს რო გიხრიტავს, ისეთი გემო აქვს ყავას, მაგრამ ძალიან გემრიელია და მე ხელი ავწიე ერთი რო დავლი კიდე მინდა თქვა და თურმე ყავა ხო ისედაც შარდმდენია და ეს ფურასე მიდია საერთოდ. ხო. ნუ მოკლედ როგორც იქნა დასრულდა ჩვენი აუდიენცია და პრესანსამხურის თანამშრომელი მინდა ახლა ის კაცი გამოვიჭირო რომ ახლა უთხარი ამ კაცს რამე და გითხარი ახლა უთხარი გაგვიწია რეკომენდაცია და სანამ იმ კაცს ვიპოვით მე ჩემი ოპერატორი ჩემი პროდიუსერი ერთად ვდგავართ და მოვიდა დაცვის თანამშრომლები რაღაც ესეთი გამოწყობილი ადამიანები ერთი პილოტი სპეციალურ ეკიპირებაში ჩაცმული და გითხრა რომ თქვენ აქეთ წამოგწანდით და ვერტმფრენი აწერია Her Majesty ანუ მისი სამეფო უდიდებულესობის ვერტმფრენი და His Majesty და იქ შეგვიყვანეს ჩაგვსვეს პატარა ვერტმფრენია მაგრამ ესეთი ბევრი წყალი არის შეგნი მე ხო დიეტაზე ვარ წყავსავ თანის ყავაც ხომ აქვს და რაღაცა სამზადებ ბოლოსკე მოვიდა და პილოტის გვერდით დაჯდა ეს ფლად შეიხი მეფისტოლა კაცი თქვა რომ მე ახლა უნდა დაგათვალიერებინოთ თქვენ 7-ვე სამეფოო. ანუ ეს არაბეთის გაერთიანებული ემირატები ხო 7 სამეფოსგან შედგება და ხან თვითონ ჯდებოდა საჭესთან, ანუ რო დაჯდებოდა ვერტმფრენი, ხან და ხან თვითონ გადაჯდებოდა თუ მოკლე მანძილი გქონდა გასავლელი. მე მგონი ეგ ასარი ასე ბრანჯებოდა. ხო და დაჯდებოდა ამ იმაში საჭესთან, აფრენდა, მე მას ერთხელ კინაღამ ჩამოვარდა. მოკლედ უკვე შემაწუხა ამ ბევრმა წყალმა. მივხვდი რომ აღარ უნდა დავლიო წყალი, მაგრამ იმ პატარა ვერტმფრენში არ არის. არა და მაცვია აბრეშუმის თეთრი კაბა, ესე მუხლს ქვემოთ. და იქ მხოლოდ ჩადრებში დახურული ხალხი დადის. ვერც გადადიხარ ხო ვერტმფრენი? რო გადახვიდე ვერტმფრენიდან იმ ტერიტორიას არ უნდა მოშორდე. ჯერდი უდაბნოში ხარ, მე ქუსლებში აბრეშუმის კაბაში და თმაც მიჩანს და ფეხიც და რა ვიცი ახლა. ხო. შარიათის კანონებით გამასამართლებენ, ცოტა უფრო შორს რო წავიდე და გადავალთ, დავჯდებით, გითხოვთ რომ აქ სადმე ხელის დასაბანი ადგილი არ არის? არა, გვეტყვენ უდაბნოში ვართ. ბოლოს უკვე ისე ვარ რომ ლურჯი ვარ. აინც არ ვიცი რა ხერი ვარ, იმიტომ რომ აი ესე უკვე დავჩექი და მთელი კუნთები მაქვს მოჭიმული, რომ მარცხი არ მოხდეს. უბედურება არ მოხდეს. ჩემი ოპერატორი, ვინც მახლავს, აკა ჯორბენაძე არის ძალიან განათლებული ბიჭი და საოცარი იუმორის პატრონი და რაღაცებს, ანეკდოტებს ყვება, ხარ ლიტერატურას ეხსენებ და ბოლოს უთხარი. აკა მეუთხარი, სასაცილო არაფერი არ მეყოდი. ეხა ეკასარიას კი ვეუბნები რა დღეშიცა ვარ, მაგრამ დანარჩენი ეხა კაცები, პრინცები და შეიხები არიან იქ და ეს შეიხის შვილი პრინცი მეუბნება რომ რატომ დაგეკარგათ ხასიათი, ეს რაღაცა ლიტერატურული ინგლისური და ინგლისური კი არა, ქართულიც აღარ მახსოვს ისეთ დღეში ვარ, აღარ უყურებ თვალებში, აი ყვითელი მაქვს უკვე თვალებით. ეკასარია გადავიდა ერთ-ერთი ასეთი დაჯდომის დროს, ხო, შეიხი ხან იმაში მიდის ქორწილში, ხან სამძიმარში, სხვადასხვა საემიროებში სია აქვთ. და სადაც არის შეიხის მისვლა აუცილებელი მისი მხარდაჭერა და ასე შემდეგ, ყველგან აჩერებს და მიდის ამ თავისი ვერტმფრენით. ირგვლივ არაფერი არ არის, შენობა მხოლოდ უდაბნო. ქუსლებით უდაბნოში ვერ გაწურავ, ქვიშაში მაინც რო ჩაიმალო. ხო და გადავიდა ერთ-ერთი დაჯდომის დროს ეკასარია მიხვდა რომ კარგავდა ჟურნალისტი. ხო და მოვარდა ეკა გახარებული და მითხრა თეა ფიშოვე გადავრჩი ჩქარა გადმოდი მაგადან. სად უნდა გადავიდე ეკა ვერ გავინძრევი მე ვთხარ. ხელში თუ ამიყვან თორემ მე ვერ გავინძრევი აქედან. მოკლედ ხუმრობ ახამთლად ასე ვერ გავინძრევი არ ვიყავი, მაგრამ მართლა დავინახე რომ აი ქრისტე უდაბნოში ჩამოვიდა და იქ ააშენა რაღაცა ადამიანების შენობა, რომელსაც ეწერა ძიძების სახლი. და ძიძები ნერვის house ეწერა და ძიძა ვარ შემი. ძიძების სახლი და სასწრაფოდ მივეცი ძარი ეკას უკვე ნათქვა მიქონდა რომ ჩვენ მეგობარს ასე უჭირს და თუ უდაბნოში. უდაბნოში მართლა ანუ იქ ქორწილი მიმდინარეობდა და ეთყობა იმ ოჯახის ძიძებისთვის ცალკე ქონდათ სახლი აშენებული გუვერნანტებისთვის ქრისტიანები იყვნენ სხვათა შორის და რო დამინახეს რომ მწვანე ვიყავი აქეთ და აქეთ ყვითელი მოგძანდით შენგენაცვალეო და საპირფარეშო ქონდათ საძინებელზე მიბმული რა და მითხრა რომ იქ შედით და თავი იგრძენით თავისუფლად და
რომ გამოვედი იმ ოთახიდან, გამარჯობა, დავინახე ყველა. გამარჯობა ხალხო, მე ვთხარი რაღაცა ყავა შემოგთავს, ვთხარი ყავა არ მიხსენ, ძალიან გთხოვთ, ყავა არასოდეს არ მიხსენ. შემოაყენეთო მანქანაო, ცოტა ხანი ჩვენი ტკბილეულით გაგიმასპინძლდებითო, მოდითო. ვთხარი ჩვენ მანქანით არა ვართ, თქო. აბა რითი ხართო? ვერწმუნდები თავად. ეს ხალი მიხორო ან რეციდივისტი ან შეშლილი ყავდა სტუმრად და სასტრაფოდ დაგტოვა და შევარდა საძინებელში რამე ხო არ ვიყო მოპარული ან დალეცილი ან გადამწვარი გადაცემის წარმომადგენელია PSP გადაცემის სპონსორია ბაზარი ქალაქი ქალაქში სივრცე გართობისა და დასვენებისთვის